2008 წლის აგვისტოს ომი, 2009 წლის მუხროვანის ამბოხის საქმე და სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხდომა დაიწყო. ნინო არღულიანი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. კობაკობალაძე საგამოძიებო კომისიას დაახლოებით 1 საათია უყვება თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს და როგორ განვითარდა პროცესები მოგვიანებით, რომელსაც ხელისუფლება მაშინ მუხროვანის ამბოხი დაარქვა. კობაკობალაძის განცხადებით მუხროვანის ამბოხი ნაციონალურ მოძრაობას ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გადასაფარად ჭირდებოდა. მან კი დაკავების შემდეგ შეიტყო, რომ რეჟიმი ედავებოდა შეიარაღებული არაფორმალური ჯგუფების მობილიზებას, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების დაკავებას და უმაღლესი თანამდებობის პირების ლიკვიდაციის მცდელობას. კობაკობალაძემ გაიხსენა მუხროვანის სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული ადამიანებიც, მათ შორის ერთი გია კრიალაშვილი გარდაიცვალა. დღეს კი საგამოძიებო კომისია ვიდეოთი გაიხსნა, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა „ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია“. სწორედ მუხროვანის სპეცოპერაციად მუხროვანის ამბოხებად წოდებულ სპეცოპერაციის დროს ამბობს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამას. რა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როდესაც ადგილზე მივიდა? მე მინდა რომ გთხოვთ ჩართოთ ეს ვიდეო. ორი კაცი. ორი გვამი მჭირდება. მომიტანეს ორი გვამი. всё. პრემია დიდია. ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია. ამ რამდენიმე წამში არის ჩადებული სააკაშვილის მმართველობის მთელი არსი. ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების შორის, როდესაც ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული. ჩვენი რიგითი მოსახლეობა და ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. ამ რეალობიდან გამომდინარე, საკითხი წარმოიშვა ალბათ, ჩემი ვარაუდია ეს, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომელიც ამ მძიმე ტვირთს გადაფარავდა. როდესაც ადამიანს არ აქვს სამშობლოს შეგრძნების უნარი, მისთვის ეს ყველა დანარჩენი არის სხერპლად აღიარებული შემადგენლობა. საბრძოლო მოქმედებების დროს იყო უდიდესი მსხვერპლი, იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. იყო აბსოლუტურად მორღვეული ახლა მმართველობა. ვარ კომენტარზე, თან გვერდებზე, ფლანგებზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები წინა მხრიდან. ვერტფრენი ამოიწია მარცხნიდან თვალის კიდეთი დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, ნუ განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ რაღაცას. თურმე რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვაინეს ჩემი თავი, იმიტომ რომ რა საჭიროება იყო ამისი, არ შეტყობინება მომსვლია. დავჯექით მანქანაში მათთან ერთად და საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა მათთან ერთად მოძრაობის, იმიტომ რომ არც ერთი დაწესებულება არ მიიღებს. ყველა გაკვირვებულია, იმიტომ რომ რაღაცა ესე მშვიდად და იმით მოხდა კობალაძის მიღება, სად წაიყვანონ ეს კობალაძე არის მეორე ამოცანა. როგორც იქნა მიმიღო იმ პერიოდში მოდულის შენობა, როგორც იქნა სხვადასხვა ლოკაციაზე მივედით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის სამმართველოში, არავინ არ მიმიღო იმან, რა ქვია, მოდულის შენობა. მოდულის შენობაში აბსოლუტურად იქ ვიგებ იმ პერიოდში იმას, რომ არის მუხროვანის თემა, არის რაღაც თემებზე ვისაუბრეთ, ჩემთან დაკითხვაზე გამომძიებელი არ მობრძანებულა. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ამბოხია, რაღაცა ხდება, რაღაცა პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში სიღრმისეულად გვინდა რაღაცეების გარკვევა და იქნებ გზამკვლევად დაგვიდგე ამ საკითხში და ხა რაც არ ვიცოდი იმის გზამკვლევი ვერ ვიქნებოდი. სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები იქნება კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს კომისია იმსჯელებს.